ზესტაფონში 2022 წლის იანვრის თვე საკმაოდ ცივი გამოდგა. თოვლიანი ამიდის და ყინვების გამო დაიწია ტემპერატურამ. დენი, გაზი და ზოგჯერ შეშა. ეს ის საშუალებებია, რომელთაც მოსახლეობა გათბობისთვის იყენებს. თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის გვერდით ჩნდება ხარჯები, რომელთა გამკლავება ყველას არ შეუძლია. ელექტროენერგიის ფასი ისედაც გაზრდილია და გათბობა ყველა სჭირდება, რა თქმა უნდა და ცოტა გადასახადი გვიჭირს ხოლმე, მაგრამ დაგვეხმარებიან ალბათ, რა ვიცი. ვერაფერს ვერ უკრავდები და პენსიონერი ქალი ვარ, ავანტყოფის შვილი მყავს. ვერაფერს ვერ უკრავდები დედიკო. რამდენად მაღალი მოდის გადასახადი გათბობაზე? რა ვქნა, ვერ ვათბობ, დიდი კი მოდის, მაგრამ ვერ ვხმარობ. ფაქტიურად გაზიც მაქვს, დენიც მაქვს, მაგრამ ვერ სარგებლობ. ძალაუნებურად რა ვქნათ, შვილო უნდა გადავიხადოთ, აპა რა ვქნათ ახლა, ვერ ვახერხებთ, მაგრამ რა ვქნათ. განსაკუთრებით უჭირთ მოხუცებულებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ძირითადად პენსიაზეა დამოკიდებული. ფასები მოიმატა იმდენი, რომ ჩვენ პენსიონერები ვართ, რითი გვინდათ გადავიხადო, გვაწოლებენ. ეს ცხოვრება აღარ არის შვილი. აი, კაცმა გადმოხდა იქიდან და თავი მოიკლა, ეს არის ცხოვრება. მითხარით რა არის ეს? ასეთი რამ მე არ მომსწრებია, 82 წლის გახლა ვარ. ხო და ასეთი ამბავი მე პირველად ვხედავ. დენი თეს მოხდა ძალიან ბევრი ხარჯება. ამ თვეში ახლა პედაგოგია ჩართული შეშაუცება და 65 ლარი გადაიყრა დღეს აღდენის ფული. მიჩვენია შეშავიღიდო ისევე. გააძვირეს, მიზია ყველა გართულდება, ყველაფერი ახლა ძალიან გართულდება ეს ამბავი. გადახტა. თუ რა შვილიშვილები მყავს, ის ხარ რა ხნა. თუ ხოლმე რაღაცა პენსიონერი კაცი ვარ. მეუღლე მყავს პენსიონერია. რამდენი ძალია ხა პატარა ბავშვი ყავს 1 წლის და როგორ მუშაობა ხო არ არის? ვერ იმუშავებს. საიდან? და რაც ხა უნდა ვიწვალო, ვიხლაფართო და გააძვირეს ყველაფერი და იძახი სუბსიდირება იქნება იმაზე, დენზე და იმაზე. როდემდე იქნება? როდის იქნება? ვინმე მე შეიძლება სულ არ ამცი. რესპონდენტებთან საუბრისას ირკვევა, რომ გათბობისთვის გამოყოფილი თანხა მათ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა ამ პერიოდში სხვა გამოსავალი არ არსებობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. განსახილველი თემა ქალაქში ახალი სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფა იყო. უფრო დეტალურად ამ საკითხზე ვასილ გველესიანმა ისაუბრა. მუნიციპალიტეტისთვის და ქალაქ ზესტაფონისთვის მტკივნეულ და აქტუალურ საკითხზე ჰქონდა შეკრება, იყო შეკრებილი მრჩეველთა საბჭო. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში არიან ავტორიტეტული გამოცდილი ადამიანები, რომელთაც უმოღვაწიათ ქალაქში, იციან ქალაქის განვითარება, იციან მისი ისტორია, იციან მისი ხვალინდელი დღე და ძალიან აქტუალური თემა გახლავთ სასაფლაოს საკითხი და ჩვენ შევთავაზეთ საბჭოს წევრებს, რომ თავისი ხედვა და თავისი წინადადებები ამ მიმართულებით წარმოგვიდგინონ და აი ამ მიზნით ვიყავით შეკრებილნი და ვფიქრობ, რომ სადღაც კვირაში შევიკრიბებით უკვე მომზადილი წინადადებებით და ჩამოვყალიბდებით საერთო აზრით. საბჭოზე მიმდინარე თემის გარდა წამოიჭრა საკითხები, რომელიც პრობლემატურია ზესტაფონისთვის და არა მარტო. გამოვხატო გულისხმობს იმაზე, რომ რაც შეიძლება შრომელმა ხალხმა, ესე იგი, უნდა იმუშაოს თავის რაიონში, თავის ქვეყანაში, თავის სამშობლოში უნდა იმუშაოს და აკეთოს საქმე, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს. ის საწარმოები, რომ სადაც უნდა იყოს დასაქმებული ჩვენი, ის შეიძლება გაკეთდეს აქ თვითონ. საუბრის თემა იყო ვაქცინაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები. უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოებასთან კომუნიკაცია. აღნიშნა თენგიზ კაკოჩაშვილმა. პირველი, რომელიც დღეს აუცილებელია არა მარტო ჩვენი რაიონისათვის, არამედ უკვე მსოფლიოს ყურადღება ამ პანდემიასთან დაკავშირებით, მიზან მიმართულად მიმაჩნია, რომ უფრო კონტაქტური ვიყოთ მოსახლეობასთან. გამოვიყენოთ ის საშუალებები, რაც რაიონში არსებობს, მივიყვანოთ ხალხთან, რომელსაც დღემდე კიდევ ვაქცინა არ გაუკეთებია, აუხსნათ ვინაც ვაქცინა გავიკეთეთ, ვინაც გადავიტანეთ ეს უბედური ავადმყოფობა, თუ ჯერ გადატანილი გვაქვს და კიდევ არ დაგვიბრუნდა და უთხრათ, რომ აცრა აუცილებელია, ვინაიდან უფრო მსუბუქად გადადის ეს ავადმყოფობა. მეს მიმაჩნია ნომერ 1 ამოცანა დღეისათვის. მრჩეველთა საბჭოს მორიგე სხდომა ერთ კვირაში გაიმართება.
ხარაგაულში ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა მოსახლეობამ დარგის სპეციალისტებისგან კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების და მთავრობის წამახალისებელი კამპანიის შესახებ. შეხვედრას ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, დაავადება და კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. COVID პანდემიის პირობებში უკვე ზუსტად ვიცით, რომ ვაქცინა გვიცავს. ხელისუფლება, მთავრობა წამახალისებელ აქციებსაც კი აკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობამ იმუნიტეტი შეიძინოს და ამისათვის წავიდნენ აცრებზე. მათ შორის ბუსტერ დოზები აუცილებელია, მე ორჯერ აცრილი გახლა ვართ უკვე და მზადა ვარ ბუსტერ დოზით ავიცრა, შესაბამისად რო უკვე გასულია. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას მოუწოდებ, რომ დაიცვან საკუთარი თავი, იყვნენ აცრილები, გაუთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და თავიანთ ახლობლებს. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კიდევ და კიდევ COVID პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა, რამე თუ დღეს ომიკრონის ფონზე, რომელიც ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ვაქცინაცია პირვადის გამოყენებასთან ერთად არის უალტერნატივო შესაძლებლობა და იარაღი ჩვენს ხელში. ამიტომ მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, მხარის ხელისუფლებას, რომელიც მთელი იმერეთის მასშტაბით მსგავს შეხვედრების ორგანიზებას ახორციელებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ მოსახლეობას და მოუწოდოთ, რომ დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ საქართველო COVID პანდემიისაგან, რომ დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს მძიმე 2 წელიწადი, რომელიც გავიარეთ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების და მთავრობის წამახალისებელი კამპანიის შესახებ. კამპანია მოიცავს წახალისების 200 ლარიან პროგრამას. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაირიცხება ვაქცინირებულ პირს. ვაქცინირებული არა ვარ, მაგრამ დღეიდან, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მივიღო. განამიტო არა, რომ თანხის და რამის გამო, მაგრამ დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, რა ვიცი, ვფიქრობ და სავარაუდოდ მოუწოდებს ხესაც, რომ გავიკეთო აცრა. ზოგადად წამახალისებელი არ უნდა იყოს, ახლა ვთქვათ, მე 200 ლარს ავიღებ და ამიტომ გავიკეთო. ჯანმრთელობის მხრივ ალბათ და რა ვიცი, ახლა ვფიქრობ, დავფიქრთები. გაკეთებული არა მაქვს ჯერჯერობით და ვნახოთ რა იქნება. ხარაგაულში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი დღეიდან. ფაიზერის აცრა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაშიც იქნება შესაძლებელი. მათ ასევე შეეძლებათ აიცრან ჩინური წარმოების ვაქცინით სინოფარმითა და სინოვაკით. მოქალაქეებს საშუალება აქვთ ვაქცინაცია ჩაიტარონ როგორც რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე ბორითის გადაუგდებელი დახმარების კლინიკაში. მე პირადად არ ვარ ვაქცინირებული, დღეს ვესწრები COVID-19-თან დაკავშირებულ შეხვედრას, მივიღე ბევრი ინფორმაცია და მე თვითონაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ავიცრა. ხარაგაულში არის ბევრი საშუალება იმის, რომ ავიცრას ჩვეულებრივად ყველგან, რომელი ვაქცინითაც საჭირო იქნება და მივხვდი დღევანდელი შეხვედრის შედეგად, რომ COVID-19 ძალიან სახიფათოა ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. ხარაგაულში IP საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესაძლებელია როგორც სწრაფი, ისე PCR კვლევა. მათ ვისაც გარკვეული მიზეზის გამო არ შეუძლიათ COVID კვლევის ადგილზე ჩატარება, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ოჯახში ვიატარებენ როგორც სწრაფ, ისე PCR ტესტირებას. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით ხარაგაულში 17 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 145 ადამიანი ინფიცირებულია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 3362-ს. 65 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო 18 სტაციონარშია მოთავსებული. გაიგე მთავარი იმერეთში საინფორმაციო სააგენტო Top News-ი, რომელიც ობიექტურ, დაბალანსებულ და საინტერესო ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. სააგენტომ 2021 წლის განმავლობაში ქუთაისა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა ნომინაციები. წლის გუნდი ხარაგაულის მერია და საკრებულო გახდა, ხოლო წლის პოლიტიკოსად კობა ლურსმანაშვილი დასახელდა.
მადლობა მინდა საინფორმაციო სააგენტო Top News გადაუხადო, ჩვენ მათთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გაგვაჩნია და რაც მთავარია, ისინი ობიექტურად ასახავენ იმ პროცესებს, რაც ხარაგაულში ხდება და მიმდინარეობს. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცალსახად კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები, რომლებიც ხარაგაულში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით ეძებენ, ზოგჯერ მაინც დაინტერესდნენ იმით, რა ხდება კარგი. ჩვენც კარგად ვიცით, ჩვენს გარშემო რა არის მძიმე და გადასალახავი პრობლემები და იმაზე, რაზედაც უკვე მობილიზებული ვიყავით და გადავლახეთ და უკან ჩამოვიტოვეთ ის პრობლემები, ვიღაც უნდა საუბრობდეს. ამ კუთხით ობიექტური თვალით Top News-ის მიერ დანახული ხარაგაული მახარებს, სიამოვნებს, მადლობა მინდა მათ გადაუხადო ესეთი გამორჩეული დამოკიდებულებისათვის და რაც მთავარია, ობიექტურობისათვის. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაიმე ფორმით ვითანამშრომლოთ ვინმესთან, ვინც არაობიექტურობით დაუშვათ შეეცდება ჩვენს წარმოჩენას. ობიექტურობით, ნაკლიც და დადებითი მხარეებიც წარმოჩინდეს ობიექტურად და ასეთ შემთხვევაში სასიხარულო სწორედაც ის არის, რომ აი თავისი ობიექტურობით გამორჩეული Top News-ი აკეთებს ესეთ განაცხადს ჩვენთან მიმართებაში და რა თქმა უნდა ჩვენ ეს სიამოვნებს და ჩვენ უფრო მეტად დავიგეგმებით, რომ ვითანამშრომლოთ ასეთ ობიექტურ მედია საშუალებებთან, ასეთ ობიექტურ საინფორმაციო სააგენტოებთან. იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს იოანე ნათლისმცემლის ხელით მაცხოვარი მოინათლა. ნათლობა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ საიდუმლოდ ითვლება. მშობლები თავიდანვე ნათლავენ პატარებს, რაც ნიშნავს, რომ ბავშვი ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ხდება. ასევე ის, ვინც რწმენას იცვლის, ქრისტიანობის მიღებას ნათლობით ადასტურებს. სასულიერო პირები უკვე ემზადებიან ამ დღისთვის და ტაძრებში ლოცვას აღავლენენ.